ჩვენ მალე 18,000 ფუტის სიღრმეზე ვიქნებით. ეს ის სიღრმეა, რომელზეც ბად ბრიგმანი ჩავიდა ავისში. მე ამას რეალურად ვაკეთებ. წყნარი ოკეანის ყველაზე სიღრმეში არის ადგილი, რომელიც თითქმის აღარ გავს ჩვეულებრივ სამყაროს. ეს არის ადგილი, სადაც მზის სხივი არ აღწევს, ძალიან ცივა და წნევა იმდენად ძლიერია, რომ შეუძლია რკინა ისე დაჭყლიკოს, როგორც ქილა. ეს არის მარიანას ღრმული ოკეანის ყველაზე ღრმა ნაწილი მთელ დედამიწაზე. ის მდებარეობს წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში, იაპონიასა და ფილიპინებს შორის ახლოს. მისი სიღრმე იმდენად დიდია, რომ დედამიწის ყველაზე მაღალი მთა ევერესტის მთა მაინც ჩაიძირება ძმა. თუ მასში ყველაზე ქვედა წერტილში ჩავსვამთ, ამერიკის National Geographic-ისა და NOAA-ს National Oceanic and Atmospheric Administration კვლევების მიხედვით, მისი ყველაზე ღრმა წერტილი, რომელსაც Challenger Deep ეწოდება, თითქმის 7 მილის სიღრმეს აღწევს. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ადამიანები ფიქრობდნენ, რომ ამ ადგილას არაფერი ცოცხალი არ არსებობდა, რადგან ის გავს ბნელ და ცივ ორმოს, სადაც ვერანაირი სიცოცხლე ვერ იცხოვრებს. მაგრამ ტექნოლოგიის გაუმჯობესებასთან და მეცნიერების კვლევის გაღრმავებასთან ერთად, მეცნიერებმა ნელ-ნელა აღმოაჩინეს, რომ მათი ძველი რწმენა სტარი იყო. მიუხედავად ძლიერი სიბნელისა და წნევის, მაინც არსებობენ უჩვეულო ორგანიზმები, რომლებიც სიღრმეში ცხოვრობენ. არსებობენ თევზები, პატარა არსებები და ბაქტერიები, რომლებსაც შეუძლიათ გადარჩენა, მიუხედავად იმისა, რომ პირობები გადარჩენას თითქმის შეუძლებელს ხდის. რაც უფრო გასაკვირია, ისინი სიცოცხლისთვის მზის სხივებზე დამოკიდებულნი არ არიან. ამის ნაცვლად ისინი იყენებენ ქიმიურ ნივთიერებებს დედამიწის ქვეშიდან ენერგიის მისაღებად. ეს თითქოს საკუთარი ეკოსისტემა, რომელიც განცალკევებულია იმ სამყაროსგან, რომელსაც ზედაპირზე ვართ მიჩვეული, მაგრამ რაც უფრო მეც აღმოაჩენენ მარიანას ღრმულზე, მით უფრო იზრდება დიდი ქვეყნების ინტერესი მის მიმართ. ეს უბრალოდ ღრმა ზღვა არ არის. ის ნელ-ნელა ხდება მსოფლიო კონკურენციის მნიშვნელოვანი ნაწილი მეცნიერებაში, ტექნოლოგიებში, რესურსებსა და სამხედრო სტრატეგიაში. ანალიტიკოსებისა და საზღვაო ექსპერტების თქმით, დღეს ბევრი ქვეყანა ცდილობს შეისწავლოს ზღვის სიღრმეები, რადგან შესაძლებელია იქ მნიშვნელოვანი მინერალები იყოს აღმოჩენილი, რომლებიც საჭიროა თანამედროვე ტექნოლოგიებისთვის. აქ შედის მასალები, რომლებიც გამოიყენება ბატარეებში, ელექტრონიკაში და სხვა მოწინავე ტექნოლოგიებში. ამიტომ იმ ქვეყნების ინტერესი იზრდება, რომლებსაც აქვთ ღრმა ზღვის კვლევის შესაძლებლობა. ამჟამად სხვადასხვა ქვეყნები უკვე იყენებენ სპეციალურ რობოტებს, კვლევით წყალქვეშა ნავებს და მაღალ ტექნოლოგიურ ხომალდებს, რათა გამოიკვლიონ ოკეანის ყველაზე ღრმა ნაწილი. ეს ადვილი არ არის, რადგან ადგილი ძალიან სახიფათოა. ფსკერზე წნევა უკიდურესად საშიშია. მარტივი ახსნით, ეს ისეთია თითქოს წყალქვეშ ყოფნისას უზარმაზარი სიმძიმე დაგაცვა. მაშინაც კი თუ რკინა ძალიან სქელია, ის შეიძლება დაიმსხვრეს, თუ საკმარისად განძლე არ არის. მაგრამ როგორ წარმოიქმნა მარიანას ღრმული? მაგრამ სანამ განხილვას დავიწყებ, თხოვთ დაალაიქოთ და გამოიწეროთ ჩვენი არხი. ეს ჩვენთვის როგორც კონტენტ კრეატორებისთვის ძალიან დიდი დახმარებაა, ასე რომ დავიწყოთ. რომ უკეთ გაიგოთ, წარმოიდგინეთ დედამიწის ზედაპირი, როგორც დიდი პაზლი, რომელიც შედგება უზარმაზარი ქვის ნაჭრებისგან. ამ ქვებს ტექტონიკურ ფილებს უწოდებენ. ეს ფილები ძალიან ნელა მოძრაობენ მილიონობით წლის განმავლობაში. ეხლა მარიანას ღრმულის მახლობლად ორი უზარმაზარი ფილა ერთმანეთს აწვება. ერთ-ერთი მათგანი წყნარი ოკეანის ფილაა. იმიტომ რომ ის უფრო მძიმე და ძველია, ნელ-ნელა ჩადის მეორე ფილას ქვეშ. ამ პროცესს სუბდუქცია ეწოდება. როდესაც ერთი ფილა აგრძელებს ჩაძირვას მეორის ქვეშ, ოკეანის ფსკერზე ძალიან ღრმა ღრმული წარმოიქმნება. სწორედ ეს გახდა მარიანას ღრმული. ეს გავს ორ გიგანტურ ქვის ნაგლეთს შორის ნელ-ნელა შეჯახებას მილიონობით წლის განმავლობაში. ეს არ არის მოულოდნელი მოვლენა. ეს ნელა ხდება, მაგრამ ამ პროცესს ჩვენი პლანეტის ფორმაზე ძალიან ძლიერი გავლენა აქვს. 1965 წელს კვლევრებმა პირველად სცადეს ხეობის სიღრმის გაზომა, მხოლოდ გრძელი თოკითა და მძიმე მოწყობილობით. ბრიტანეთის გემიდან HMS Challenger. ისტორიული ჩანაწერების მიხედვით ძალიან დიდი დრო დასჭირდა, სანამ თოკი ზღვის ფსკერს მიაღწევდა. თავდაპირველად ბევრს არ სჯეროდა იმ სიღრმის, რაც მათ გაზომეს. მაგრამ წლების განმავლობაში უფრო და უფრო ნათელი გახდა, რომ მარიანას ღრმული მართვაც ესეთი ფართო და ღრმა. და რაც უფრო მეტი საიდუმლო ირკვევა, მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება ის დღევანდელ მსოფლიოში. იმის გამო, რომ ამ უკიდურესად ბნელ ოკეანეში შეიძლება იმალებოდეს მომავალი თაობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსები და სამეცნიერო აღმოჩენები. თუმცა 1960 წელს ორი ადამიანი გადაწყვიტა გაეკეთებინა ის, რაც იმ დროს თითქმის შეუძლებელი იყო. მათი გეგმა, მათ მარიანას ღრმულის ფსკერზე ჩასვლა გადაწყვიტეს. ადგილზე, რომელსაც თითქმის არავინ უნახავს საკუთარი თვალით.
მათ ჩაოლებრივი წყალქვეშა ნავი არ გამოუყენებიათ. მისი სისახელია ტრიესტე. ეს იყო სპეციალურად ერთი მიზნისთვის შექმნილი აპარატი. ზღვის ფსკერზე ძალიან ღრმად ჩასასვლელად. მის შიგნით არის პატარა მეტალის კაბინა, სადაც მხოლოდ 2 ადამიანი ეტევა. ეს პატარა რკინის ბურთივითაა, რომელიც დიდი ავზის ქვეშ არის ჩამოკიდებული. იქ ავიდა შვეიცარიელი ინჟინერი ჟაკი პიკარი, აშშ-ს საზღვაო ძალების ოფიცერი დონ უოლში. როდესაც ისინი ოკეანეში დაბლა ჩადიოდნენ, სინათლე ნელ-ნელა ქრება. რამდენიმე საათის შემდეგ მათ გარშემო მხოლოდ სიბნელეა, ვერაფერს დაინახა. წყალიც ძალიან ცივია, თითქმის ყინულია, მაგრამ მათი ყველაზე დიდი მტერი არც სიბნელე იყო და არც სიცივე, არამედ წნევა. რადგან რაც უფრო ღრმად ჩადიხარ ზღვაში, მით უფრო ძლიერად აწვება წყალი შენ სხეულსა და შენ სატრანსპორტო საშუალებას. მარიანას ღრმულში წნევა იმდენად ძლიერია, რომ თუნდაც სქელი ფოლადი შეიძლება დაიმტვრეს. უბრალო ახსნით, წარმოიდგინე, რომ უზარმაზარი მთა აწვება პატარა საგანს. ესეთია წნევა ქვემოთ. ნოასა და სხვა ოკეანის მკვლევართა თქმით, Challenger Deep-ი წნევა 1000-ზე მეტჯერ მეტია, ვიდრე ის წნევა, რომელსაც დედამიწის ზედაპირზე გვგრძნობთ. როცა ტრიესტე დაბლა მიემგზავრებოდა, კაბინაში მოულოდნელად ძლიერი ხმა აფეთქებასავით გაისმა. მათ საყურებელ ფანჯარაზე ბზარი გაჩნდა ზედმეტი წნევის გამო. იმ სიღრმეზე ეს ძალიან საშიში შემთხვევა იყო. რადგან თუ მანქანის ლითონი ან მინა საბოლოოდ გატყდებოდა, ეს უბრალოდ წყლის გაჟონვა არ იქნებოდა. ძალიან ძლიერი წნევის გამო მთელი მანქანა შეიძლება ერთ წამში დაიმტვრეს. მაგრამ საფრთხის მიუხედავად, მათ დაშრება მაინც გააგრძელეს. და თითქმის 5 საათიანი სიღრმეში მოგზაურობის შემდეგ მათ მარიანას ღრმულის ყველაზე ქვედა წერტილს მიაღწიეს. ისინი იყვნენ პირველი ადამიანები ისტორიაში, რომლებმაც საკუთარი თვალით იხილეს პლანეტის ყველაზე ღრმა ნაწილი. და იქ მათ რაღაც ისეთი ნახეს, რამაც სამეცნიერო სამყარო გააუცა. აქ სიცოცხლეა. ანგარიშებისა და ისტორიული ჩანაწერების მიხედვით, მათ ზღვის ფსკერზე მოძრავი ორგანიზმი ნახეს. ამიტომ მეცნიერების ძველი რწმენა, რომ ასეთ ადგილას სიცოცხლე შეუძლებელია, ნელ-ნელა შეიცვალა. ადრე ბევრი ფიქრობდა, რომ როდესაც ზღვა ძალიან ღრმაა, იქ ვერაფერი იცოცხლებს, რადგან წნევა ძალიან ძლიერია. მაგრამ ეს აღმოჩნდა მცდარი. მარიანას ღრმულის ქვეშ არსებობენ ორგანიზმები, რომლებმაც შეძლეს მძიმე პირობებთან შეგუგუება. არსებობენ პატარა არსებები და ბაქტერიები, რომლებიც გადარჩენას ახერხებენ, მაშინაც კი როცა წნევა სხვა ჩვეულებრივ ცხოველებს თითქმის ანადგურებს. რაც უფრო გასაოცარია, მათი გადარჩენის გზა სულეთ განსხვავებულია დედამიწის ზედაპირზე მცხოვრები არსებებისგან. მაგალითად, ბევრი ზედაპირულ ზღვის ცხოველი იყენებს კალციუმს მათი მაგარი ძულებისა და ნიჟარების შესაქმნელად. მაგრამ მარიანას ღრმულის ასეთ სიღრმეში, ასეთი ტიპის სხეული ცხოვრება რთულია, რადგან მასზე წყლის წნევა და ქიმიური შემადგენლობა მოქმედებს. ამიტომ სიღრმეში მცხოვრები არსებების უმეტესობას რბილი სხეული აქვს და უჩვეულო გარეგნობა, თითქოს სხვა პლანეტიდან არიან. და სწორედ ამის გამო მეცნიერები კიდევ უფრო მეტად დაინტერესდნენ ზღვის სიღრმეებით. რადგან თუ დედამიწაზე ასეთ გარემოში სიცოცხლე არსებობს, შესაძლებელია, რომ მზის სისტემის სხვა ადგილებშიც იყოს სიცოცხლე, სადაც მძიმე პირობებია. დღემდე მარიანას ღრმულის ბევრი ნაწილი ჯერ კიდევ სრულად შესწავლილი არ არის. ექსპერტების თქმით, ჩვენ უფრო მეტი ვიცით ზედაპირზე. ფარის შესახებ, ვიდრე ჩვენი საკუთარი ოკეანის ყველაზე ღრმა წერტილის შესახებ. და როდესაც სხვადასხვა ქვეყნის კვლევით ტექნოლოგიები ვითარდება, ოკეანის სიღრმეების კიდევ უფრო მეტი საიდუმლო ნელ-ნელა გამომჟღავნდება. საიდუმლოებები, რომლებიც მილიონობით წელია დამალულია დედამიწის ყველაზე ბნელ ნაწილში. დღეს როცა უფრო ღრმად ჩავდივართ ოკეანის სიღრმეებში, ზედაპირიდან სინათლე ნელ-ნელა ქრება. თავიდან ჯერ კიდევ ჩანს ზღვის ლურჯი ფერი. მაგრამ როცა უფრო ღრმად ჩადიხარ, თითქოს სამყაროში შედიხარ, სადაც არც მზეა და არც დილა. აქ ცხოვრება შეცვლას იწყებს. ზღვის ამ ნაწილში მზის სხივები თითქმის ვეღარ აღწევს. ამიტომ აქ ცხოვრებ ცხოველებს გადარჩენისთვის სხვადასხვა გზების პოვნა უწევთ. აქ ზოგიერთი ცხოველის თვალები გაიზარდა, რომ სიბნელეში საკვების პოვნა შეძლონ. სხვებმა კი კიდევ უფრო უცნაური გზები მოიფიქრეს. ისინი თავად ქმნიან საკუთარ სინათლეს. ამას ბიოლუმინესცენცია ეწოდება. ზღვის ბიოლოგებისა და National Geographic-ის კვლევების მიხედვით, ბევრი ღრმა ზღვის არსება სინათლის შექმნას საკუთარი სხეულის ქიმიური რეაქციებით ახერხებს. ისინი თითქოს ჩაშენებული ფანარი აქვთ, მაგრამ ეს მხოლოდ სილამაზისთვის არ არის. ისინი ამ სინათლეს იყენებენ საკვების დასაჭერად, მტაცებლებისგან თავის ასარიდებლად და პარტნიორის საპოვნელად ზღვის სიბნელეში. ზღვის ფსკერზე სინათლე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თითქმის ვერაფერს ხედავ. აქ ერთ-ერთი უცნაური არსებაა ჰეჩეთ ფიში. მისი სხეული ძალიან თხელია, თითქმის დანის პირივით. მაგრამ ყველაზე თვალში საცემი მისი დიდი თვალებია, რომლებიც ცხოველთვის ზემოთ იყურება.
ასე ის ხედავს ზემოთ მოცურავე ცხოველების ჩრდილებს. მაგრამ მას კიდევ ერთი უცნაური უნარი აქვს. მისი სხეულის ქვედა ნაწილში პატარა ორგანოებია, რომლებიც ლურჯ სინათლეს ასხივებენ. ის ამ სინათლეს იყენებს იმისთვის, რომ ზემოდან წყლის ფერს შეერწყას. მარტივი ახსნით. ის თითქოს აკოპირებს გარშემო არსებულ სინათლეს, რათა ქვემოდან მტაცებლებმა ვერ დაინახონ. თითქოს უხილავი რეჟიმი აქვს ზღვის ქვეშ. მაგრამ რაც უფრო ღრმად ჩავდივართ, გარემო უფრო სასტიკი ხდება. ჩვენ მივალთ ზღვის იმ ნაწილში, რომელსაც მეცნიერები შუაღამის ზონას უწოდებენ. აქ მზის არცერთი სხივი აღარ აღწევს. აქ მუდმივი სიბნელეა. აქედან ქვემოთ, თხრილის ყველაზე ღრმა წერტილამდე. ერთადერთი სინათლე, რომელსაც დაინახავ, თავად ცოცხალი არსებებისგან მოდის. და რადგან ასეთ ადგილას ჩვეულებრივი მხედველობა აღარ მუშაობს, აქაური არსებების სხეულით შესაბამისად შეიცვალა. ზოგი მათგანი წყალში უმცირეს მოძრაობასაცაც კი გრძნობს. მათ მაშინვე შეუძლიათ იგრძნონ სხვა ცხოველის ოდნავ ცურვაც კი. თითქოს მთელ სხეულზე ძალიან ბრძნობიარე რადარი აქვთ. აქ საკვები ძალიან ცოტაა, ამიტომ თითოეულ არსებას მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს ყოველი შანსი, რომ რამე შეჭამოს. ამის ერთ-ერთი მაგალითია პელიკანის ვეშაპი. ეს დიდი ცხოველი არ არის, მაგრამ მისი პირი სხეულთან შედარებით ძალიან დიდია. მას შეუძლია გადაყლაპოს თუნდაც საკუთარი თავისზე დიდი ნადავლი. რადგან ასეთ ადგილებში შეიძლება საკვები რამდენიმე კვირა ან თვე არ გამოჩნდეს, ცხოველები ვერ იქნებიან არჩევითები. როცა საკვები გამოჩნდება, მაშინვე უნდა შეჭამა. ამ სიღრმეში ცხოვრების წესები მართლაც განსხვავებულია. აქ არც სილამაზეა მთავარი და არც მხოლოდ ძალა. მთავარი გადარჩენაა. მაგრამ არსებობს ერთი დიდი კითხვა, რომელიც მეცნიერებს დიდი ხანია აწუხებთ. თუ ზღვის ფსკერზე მზე არ აღწევს, საიდან მოდის ენერგია ამ მთელი ეკოსისტემისთვის? როგორ ცხოვრობენ ამდენი არსებები ისეთ ადგილას, სადაც თითქმის არანაირი რესურსი არ არის? აღმოჩნდა, რომ პასუხი მოდის ოკეანის ზედაპირიდან. ყოველ დღე ზემოდან ნელ-ნელა ეშვება პატარა ნაწილაკები, ამაში შედის მკვდარი პლანქტონი, პატარა ნარჩენი ორგანიზმები, თევზის განავალი და სხვა ორგანული მასალა. მეცნიერები ამას საზღვაო თოვლს უწოდებენ. ეს გავს ნელა ჩამოსულ წვიმას პატარა საკვების ნაწილაკების სახით ზღვის ზედაპირიდან. მაგრამ კვლევების მიხედვით მათი უმეტესობა უკვე შეჭმულია სხვა ცხოველების მიერ, სანამ ფსკერამდე მიაღწევს. ამიტომ ძალიან ცოტა საკვებია დარჩენილი ღრმა ზღვის არსებებისთვის, მაგრამ ზოგჯერ ბევრად უფრო დიდი საკვების წყარო ჩნდება. და სწორედ აქ ზღვის ფსკერი ნამდვილ დღესასწაულად იქცევა. როდესაც დიდი ვეშაპი კვდება და ზღვის ფსკერზე იძირება, ის ღრმა ზღვის არსებებისთვის უზარმაზარი საკვების წყარო ხდება. ამას ვეშაპის ჩაძირვა ეწოდება. საზღვაო მკვლევართა თქმით, მკვდარი ვეშაპის სხეული მრავალი ორგანიზმის სიცოცხლეს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უზრუნველყოფს. პირველები მოდიან ლეშის ჭამელები, როგორიცაა ზვიგენები და დიდი თევზები. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში პირველები მოდიან ლეშის ჭამელები, როგორიცაა ზვიგენები და დიდი თევზები. შემდეგ მოდიან კიბორჩხალები, ჩიები და სხვა პატარა არსებები, რომლებიც დარჩენილ ხორცს ჭამენ. და როცა თითქმის მხოლოდ ძვლები რჩება, მაინც არსებობენ უცნაური ორგანიზმები, რომლებიც თავად ვეშაპის ჩონჩხს ჭამენ. ზღვაში თითქმის არაფერი იკარგება. ასეთ რთულ გარემოში, სადაც ცხოვრება ძნელია, ენერგიის თითოეული ნაწილი მნიშვნელოვანია. და ამის გამო მეცნიერები კიდევ უფრო მეტად ადასტურებენ, რომ დედამიწის ყველაზე ბნელ და ყველაზე საშიშ ადგილებშიც კი სიცოცხლე მაინც პოულობს გზას გაგრძელებისთვის. ამის მიუხედავად, მარიანას ღრმულის ქვემოთ სამყარო ბევრად უფრო ღრმად გრძელდება, ვიდრე უმეტესობას გონია. თოულებრივი ზღვის ფსკერის მიღმა არსებობს კიდევ უფრო უკიდურესი ნაწილი ოკეანეში, რომელიც თითქმის ცალკე სამყაროს გავს. ამას მეცნიერები ჰადალის ზონას უწოდებენ. მისი სახელწოდება მომდინარეობს სიტყვა ჰადესიდან, რომელიც უძველეს მითოლოგიაში ქვესკნელის, ანუ მკვდართა სამყაროს აღნიშნავს. და ეს სახელი ნამდვილად შეეფერება ამ ადგილს, რადგან აქ თითქმის აღარ არსებობს ნორმალური სიცოცხლე, თუ შევადარებ დედამიწის ზედაპირს. ძალიან ბნელია, ძალიან ცივა და წნევად ძალიან მაღალია. მაგრამ მიუხედავად ასეთი მძიმე პირობებისა, აქ მაინც არსებობენ ცოცხალი არსებები. ერთ-ერთი ყველაზე უცნაური აღმოჩენა მეცნიერებისთვის არის მარიანას ლოკოკინა თევზი. ღრმა ზღვის კვლევართა და National Geographic-ის კვლევების მიხედვით, ეს არის ყველაზე ღრმად მცხოვრები თევზი, რომელიც დედამიწაზე აღმოაჩინეს. როცა მას ნახავ, ჩვეულებრივ თევზს არ გავს. მისი ფერი ფემქთალია და სხეული თითქმის ჟელესავით აქვს. მისი ძვლებიც არ არის მაგარი, როგორც ჩვეულებრივ თევზებს. ამის ნაცვლად მისი სხეულის უმეტესობა მოქნილი და რბილია, რათა გაუძლოს ზღვის ფსკერზე არსებულ ძლიერ წნევას. მარტივი ახსნით, თუ ჩვეულებრივ ცხოველს ან ადამიანს ასეთ სიღრმეზე ჩაუშვებთ, სხეული შეიძლება მაშინვე დაიმტვრეს წნევის სიმძიმის გამო, მაგრამ სნეილფიში განსხვავებულია. ის ევოლუციამ ასე შექმნა, რომ იქ გადარჩეს. მისი მთელი სხეული თითქოს სპეციალურად შექმნილია სიღრმისთვის. და ის ერთადერთი უცნაური არსება არ არის იმ ადგილას, იქ ასევე არიან ორგანიზმები, რომლებსაც
ქსენოფიოფორები ეწოდებათ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჩვეულებრივ ტალახს ან ქვას გვანან, ესენი ცოცხალი არსებებია. რაც უფრო გასაოცარია, ისინი ერთუჯრედიანი ორგანიზმები არიან. ეს ნიშნავს, რომ მათი მთელი სხეული მხოლოდ ერთი უჯრედისგან შედგება. მაგრამ ამის მიუხედავად ისინი შეიძლება გაიზარდონ თითქმის ადამიანის მუშტის ზომამდე. ზღვის მეცნიერების თქმით, მათთვის ჯერ კიდევ დიდი გამოცანაა, როგორ უძლებენ ეს ორგანიზმები ტრენჩის სიღრმეში არსებულ უზარმაზარ წნევას. რადგან ნორმალურ სიტუაციაში ზედმეტი წნევა ჩვეულებრივი უჯრედების სტრუქტურას ანადგურებს, მაგრამ მარიანას ღრმულში თითქოს სიცოცხლის სხვა წესები მოქმედებს. არსებობენ მიკრობები სიღრმეში, რომლებიც სიცოცხლისთვის მზის შუქზე არ არიან დამოკიდებული. ამის ნაცვლად ისინი იკვებებიან ქიმიური ნივთიერებებით, რომლებიც პირდაპირ დედამიწის შიგნიდან მოდის. ეს ღრმა ზღვის მეცნიერების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენაა. რადგან ეს აჩვენებს, რომ შესაძლებელია ორგანიზმებმა იცხოვრონ მზის შუქის გარეშეც. დედამიწის ზედაპირზე სიცოცხლის უმეტესობა მზეზეა დამოკიდებული. მცენარეები იყენებენ მზის შუქს ენერგიის შესაქმნელად. შემდეგ მათ სხვა ცხოველებიც ამენ და სიცოცხლის ციკლი გრძელდება, მაგრამ ფრენჩის სიღრმეში სხვა სისტემა მუშაობს. აქ არსებობენ ორგანიზმები, რომლებიც ენერგიის წყაროდ იყენებენ ქიმიურ ნივთიერებებს დედამიწის ქვეშიდან. თითქოს თავად ჩვენი პლანეტა კვებავს მათ. და ამის გამო მეცნიერები უფრო მეტად დაინტერესდნენ სიცოცხლის არსებობის შესაძლებლობით სხვა პლანეტებზე ან მთვარეზე მზის სისტემაში, რადგან თუ დედამიწაზე არსებობს სიცოცხლე, რომელსაც შეუძლია ასეთ გარემოში ცხოვრება, შეიძლება ეს შესაძლებელი იყოს ისეთ ადგილებშიც, სადაც მზე არ არის, მაგრამ არის მიწისქვეშა ოკეანეები ან ქიმიური აქტივობა. მაგრამ რაც უფრო ღრმად იკვლევენ ადამიანები მარიანას ღრმულს, კიდევ ერთი რამ იწყებს ცვლილებას. ის ნელ-ნელა ხდება გლობალური კონკურენციის ცენტრი ზღვის სიღრმეებში. ადრე მეცნიერება და კვლევა იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც ქვეყნებს სურდათ მარიანას ღრმულის შესწავლა. მაგრამ ახლა საქმე ბევრად მასშტაბურია. აქ უკვე შედის რესურსები, ტექნოლოგია, სამხედრო სტრატეგია და ღრმა ზღვის კონტროლი. მრავალი 10 წლეულის განმავლობაში, მას შემდეგ რაც ტრიესტემ 1960 წელს ისტორიული ჩაძირვა განახორციელა, ძალიან ცოტა ადამიანი დაბრუნდა ღრმულის ფსკერზე, რადგან მისია ძალიან ძვირი და სახიფათოა. ამბობენ, რომ ღრმა ოკეანის ზოგიერთი ნაწილის მიღწევა უფრო რთულია, ვიდრე მთვარეზე მოხვედრა. მაგრამ სოფლიოს ყურადღება აქ დაბრუნდა 2012 წელს, როდესაც კინორეჟისორმა ჯეიმს კამერონმა ერთპიროვნული ღრმა ზღვის მისია განახორციელა. BBC-სა და National Geographic-ის ცნობით, მან წარმატებით მიაღწია Challenger Deep სპეციალურად შექმნილი წყალქვეშა აპარატით. ამის შემდეგ ღრმა ზღვის კვლევით დაინტერესება კვლავ გაიზარდა. მის შემდეგ მკვლევარი ვიქტორ ვესკოვო, რომელმაც 2019 წლიდან მარიანას ღრმულში არაერთი ჩაპონთო განახორციელა, მაგრამ მაშინ როცა სხვა მისიებს კერძო მკვლევარები აფინანსებდნენ, ჩინეთი სხვა მიმართულებით მიდის. 2020 წელს ოფიციალური ჩინური ანგარიშებისა და საერთაშორისო გაშუქების მიხედვით მარიანას ღრმულში ჩავიდა ჩინური წყალქვეშა აპარატი ფენდუჯე. ეს არის მოწინავე ღრმა ზღვის აპარატი, რომელიც შექმნილია რთული კვლევითი მისიებისთვის, მაგრამ ჩინეთის მიზანი მხოლოდ უბრალო ვიზიტი არ არის. ანალიტიკოსების თქმით, ისინი უფრო მეტად კონცენტრირებულნი არიან ღრმა ზღვაში, გრძელვადიან ყოფნაზე. ერთი დიდი მისიის ნაცვლად ისინი იყენებენ უფრო მეტ ავტონომიურ წყალქვეშა აპარატს, ანუ AUVs. ეს არის რობოტები, რომლებიც შეუძლიათ დიდხანს იმუშაონ ზღვის ქვეშ, მიუხედავად იმისა, რომ შიგნით ადამიანი არ არის. მათ შეუძლიათ ზღვის ფსკერის რუკის შექმნა, ნალექების ანალიზი და ოკეანის ფსკერის შესახებ უამრავი ინფორმაციის შეგროვება. და რადგან ისინი უფრო იაფია ვიდრე ტრადიციული ადამიანით მართული მისიები, მათი გამოყენება უფრო ხშირად და უფრო მასშტაბურად შეიძლება. ამიტომ ღრმა ზღვა ნელ-ნელა ახალ სტრატეგიულ საზღვრად იქცევა. ეს უკვე მხოლოდ უცნაური ცხოველების აღმოჩენა აღარ არის. ამის ნაცვლად ეს უკვე იწყებს ბრძოლად ქცევას მონაცემებისთვის, რესურსებისთვის, ტექნოლოგიისთვის და გავლენისთვის პლანეტის ყველაზე ღრმა ნაწილში. თუმცა, როცა უფრო მეტი ქვეყანა აგზავნის რობოტებსა და წყალქვეშა ნავებს ზღვის სიღრმეებში, ეხლა უფრო ნათელია, რომ მეცნიერება ერთადერთი მიზეზი არ არის, რის გამოც მარიანას ღრმულითა და ღრმა ზღვის კვლევით დაინტერესება იზრდება. აქ ბევრი რამდებს სასწორზე და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი რესურსებია. ღრმა ოკეანის ვრცელ ნაწილებში ზღვის ფსკერზე უჩვეულო ქვებია მიმოფანტული. პირველ შეხედვაზე ისინი განსაკუთრებულად არ გამოიყურებიან, რადგან ჩვეულებრივ პატარა ქვებს ან კარტოფილებს გვანან, რომლებიც ზღვის ფსკერზე არიან განლაგებული. მაგრამ Reuters-ის, BBC-ის და International Seabed Authority-ის ანგარიშების მიხედვით, ამ ქვებში მნიშვნელოვანი მეტალებია, როგორიცაა ნიკელი, კობალტი და მანგანუმი. და ისინი ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე სამყაროში.
ეს მეტალები გამოიყენება ბატარეების დასამზადებლად ელექტრომობილებისთვის, სმარტფონებისთვის, ქარის ტურბინებისთვის და სხვა ტექნოლოგიებისთვის, რომლებიც საჭიროა განახლებადი ენერგიისთვის. მარტივი ახსნით, როცა მსოფლიო უფრო მეტად გადადის მწვანე ენერგიასა და ელექტროტექნოლოგიებზე, ამ მეტალებზე მოთხოვნაც იზრდება. ამიტომ ზოგი ქვეყნისა და დიდი კომპანიისთვის ზღვის ფსკერი მომავლის ახალი საბადოს მსგავსია. მაგრამ არსებობს დიდი პრობლემა. მეცნიერებს ჯერ კიდევ არ აქვს ზუსტი პასუხი, რა გავლენა ექნება ზღვის სიღრმეში მოპოვებას. ზღვის მკვლევართა და გარემოსდაცვითი ჯგუფების თქმით, ღრმა ზღვის ეკოსისტემების ჩამოყალიბება ძალიან ნელა ხდება. ამიტომ, როდესაც ზღვის ფსკერის რომელიმე ნაწილი დაზიანდება მოპოვების გამო, შეიძლება ძალიან დიდი დრო დასჭირდეს მის აღდგენას. და რადგან ზღვის ქვეშა ცხოვრებაზე ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით, არსებობს შიში, რომ შეიძლება დაზიანდეს ის ორგანიზმები, რომლებიც მეცნიერებას ჯერ სრულად არ აღმოუჩენია. მაგრამ მხოლოდ რესურსებია მიზეზი, თუ რატომ არის ღრმა ზღვა მნიშვნელოვანი? არა. კიდევ ერთი უფრო სენსიტიური და უფრო დელიკატური საკითხია კომუნიკაცია და გლობალური ინტერნეტ სისტემა. ადამიანების უმეტესობა ფიქრობს, რომ ინტერნეტი მოდის თანამგზავრებიდან კოსმოსში. მაგრამ საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების ექსპერტების თქმით, მსოფლიოს მასშტაბით საერთაშორისო ინტერნეტ ტრაფიკის 90%-ზე მეტი გადის წყალქვეშა მონაცემთა კაბელებზე. ეს არის გრძელი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები, რომლებიც განლაგებულია ოკეანის ფსკერზე. ისინი გიგანტური კაბელების ქსელივითაა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანას აკავშირებს. აქ გადის ონლაინ ბანკინგი, ვიდეოზარები, სოციალური მედია, საერთაშორისო ბიზნეს ტრანზაქციები, სამხედრო კომუნიკაცია და თითქმის ყველა თანამედროვე ციფრული აქტივობა. მარტივი ახსნით, თუ ეს მნიშვნელოვანი კაბელები გადაიჭრება, შეიძლება ბევრი ქვეყნის ინტერნეტი და კომუნიკაცია დაზიანდეს. და აქ ჩნდება ახალი შეშფოთება მთავრობისა და სამხედრო ანალიტიკოსებისთვის. იმავე ტექნოლოგიას, რომელსაც ღრმა ზღვის შესასწავლად იყენებენ. ასევე შეუძლიათ გამოიყენონ წყალქვეშა კაბელების საყოვნელად, დასაკვირვებლად ან დასაზიანებლად. მაგალითად, ავტონომიური წყალქვეშა აპარატები ან ღრმა ზღვის რობოტები. ძალიან დეტალურად შეუძლიათ ზღვის ფსკერის რუკის შექმნა. მაგრამ არასწორ სიტუაციაში შესაძლებელია მათი გამოყენება იმის გასაგებადაც, თუ სად მდებარეობს კრიტიკული საკომუნიკაციო ხაზები ზღვის ქვეშ. ამიტომ ზოგიერთი ქვეყანა იწყებს ღრმა ზღვის ახალ სტრატეგიულ ბრძოლის ველად განხილვას. ეს არ გავს ჩვეულებრივ ომს, სადაც ზედაპირზე ტანკები ან გამანადგურებელი თვითმფრინავებია ხილული. ეს უფრო ჩუმია, უფრო დაფარული და უფრო რთულია მისი დაცვა. რადგან ოკეანე ძალიან ვრცელია და მისი ფსკერის მეთვალყურეობა ძალიან რთულია. ანალიტიკოსებისა და უსაფრთხოების ექსპერტების თქმით, სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც დღეს ბევრი ქვეყანა აფართოებს ღრმა ზღვის ტექნოლოგიების პროგრამებს. ეს მხოლოდ მეცნიერებისთვის არ ხდება, არამედ გრძელვადიანი ეკონომიკური და სტრატეგიული უპირატესობისთვისაც. მაგრამ დღემდე ამასთან დაკავშირებით ბევრი სამართლებრივი კითხვა არსებობს, რადგან ღრმა ოკეანის დიდი ნაწილი არც ერთ ქვეყანას არ ეკუთვნის. საერთაშორისო საზღვაო შეთანხმებებისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განხილვების მიხედვით, მაღალი ზღვის ზოგიერთი ნაწილი მთელ მსოფლიოს საერთო ზონად მიიჩნევა. მაგრამ მიუხედავად არსებული წესებისა, მოპოვებასთან, კვლევასა და ღრმა ზღვის ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ ბევრი გაურკვეველი საკითხია. და სანამ საერთაშორისო შეთანხმებები ნელა ვითარდება, ქვეყნები განაგრძობენ თავიანთი აღჭურვილობის განთავსებას ზღვის ფსკერზე. მოკლედ რომ ვთქვათ, სანამ მსოფლიო ჯერ კიდევ განიხილავს წესებს, ტექნოლოგიურად უფრო განვითარებული ქვეყნები ნელ-ნელა იძენენ კონტროლს და ინფორმაციას. ამიტომ ახლა მარიანას ღრმული აღარ არის მხოლოდ ისინი. ეს უბრალოდ ოკეანის ღრმა ნაწილი აღარ არის. ეხლა ის თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევების სიმბოლოა. ეს არის ადგილი, რომელიც ერთდროულად მნიშვნელოვანია მეცნიერებისთვის, რესურსებისთვის, დარემოსთვის, ტექნოლოგიისთვის და გლობალური უსაფრთხოებისთვის. ერთი მხრივ შეიძლება დაგვეხმაროს გავიგოთ ციცოცხლის წარმოშობა და ჩვენი პლანეტის საიდუმლოებები, მაგრამ მეორე მხრივ ეს შეიძლება გახდეს ძალაუფლებისა და კონტროლისათვის მომავალი კონკურენციის ცენტრი. და როცა უფრო მეტი ქვეყანა ჩადის ზღვის სიღრმეებში, ერთი დიდი კითხვა რჩება. შეძლებს თუ არა მსოფლიო დაიცვას დედამიწაზე ერთ-ერთი ბოლო ჯერ კიდევ აუთვისებელი ადგილი. თუ ესეც გადაიქცევა რესურსებისა და სტრატეგიული დომინირებისათვის მძაფრ ბრძოლად, ამ ეტაპზე ჯერ კიდევ არ არსებობს ნათელი პასუხი. რადგან ოკეანის სიღრმეებისთვის ბრძოლა მხოლოდ ახლა იწყება.